არიან ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ შენს გვერდით ყოფნას. არიან ადამიანები, რომლებზეც არასოდეს უნდა დახარჯო შენი ენერგია, დრო და რესურსები. რადგან ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შენ თვითონ ემოციურად გაგანადგურებს, ხოლო ის ყველაფერი, რასაც მათთვის გააკეთებ, არასოდეს იქნება დაფასებული. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ რამდენიმე ტიპის ადამიანზე, რომელსაც უკეთესია რომ ერიდო ისე შენი კეთილდღეობისთვის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ინფორმაცია, რომელსაც გაგიზიარებთ, ძალიან ბევრი რამის დანახვასა და გაფილტრვაში დაგეხმარებათ. აუცილებლად დარჩით ჩემთან ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქებაც, რადგან თქვენი ლაიქები ჩემთვის არის უდიდესი სტიმული და ეს ერთგვარი რაღაც უკუ კავშირი იქნება ჩემსა და თქვენს შორის. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან манипуляტორები. ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თქვენი რესურსების სათავისოდ გამოყენებას და ყოველთვის გადანაშაულებენ იმ რეაქციაზე, რომელიც მათი უსამართლო და არასწორი ქმედების მიმართ გაგიჩნდებათ. აი ასეთი ადამიანი მაგალითად ტკივილს რომ მოგაყენებს, იმას კი არ გეტყვის რომ თვითონ დააშავა რაღაც და შეეცდება რომ ასეთი რაღაც აღარ გააკეთოს და მართლა დაგიმტკიცებთ ქმედებით რომ ნანობს. არა, ის ყოველთვის გეტყვის რომ შენ მაიძულე, შენ გამო მოვიქეცი მე ასე თორე მე იცი რა კარგი ადამიანი ვარ, აი სხვასთან ასეთი შეცდომა კი არ დამიშვია. ასეთი შეცდომა შენთან დავუშვი, იმიტომ რომ შენშია პრობლემა, შენ გამო გავხდი მე ესეთი. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ემოციურად ძალიან მალე დაგღლის, მოგსპობს და გაგანადგურებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარ თავს ვეღარ იცნობ, იმიტომ რომ სრულიად სხვა ადამიანად გადაიქცევი, დაკარგავ ცხოვრების ხალის, აღარ გექნება ენერგია და აღარც ხალხთან კომუნიკაციის სურვილი, რადგან უბრალოდ ურთიერთობების შეგეშინდება. ასეთი ადამიანები ყოველთვის მოდიან მაშინ, როდესაც თვითონ აწყობთ, თვითონ სჭირდებათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ისინი შენთან ურთიერთობას აგრძელებდნენ და ძალიან ხშირია ასეთ ურთიერთობაში ემოციური საქანელა, ასე რომ ვთქვათ, ხან ცივები არიან, ხან ცხელები, ხან უყვარხარ, ხან არ უყვარხარ და სულ აი ამ ფიქრებში ხარ, რომ ნეტავ სინამდვილეში რას ფიქრობ ჩემზე, ნეტავ ვუყვარ ვარ თუ არ ვუყვარ ვარ, ძვირფასი ვარ თუ არა, მეგობრად მთulis თუ არა, მოკლედ ყოველთვის გეთამაშება ასეთი ადამიანი, სარგებლობს შენი ემოციურობით, შენი მიამიტობით და საბოლოო ჯამში შენ როგორც პიროვნება და ადამიანი უბრალოდ ნადგურდები. ასეთი ადამიანების გვერდით იშლები როგორც პიროვნება, ანუ შენი პიროვნულობა, შენი მეობა ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული, რადგან ყოველთვის გაქვს ესეთი განცდა, რომ შენ ისეთი როგორიც ხარ, არ ხარ საკმარისად კარგი, ანუ რაღაც გაკლია, ყავს აუცილებლად კონკურენტი, რომელსაც გადარებენ ან ხმამაღლა, ან უბრალოდ რაღაცით მიგანიშნებენ და მოკლედ საშინლად იტანჯები და აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლია, რომ დაამტკიცო, რომ ხარ სიყვარულის ღირსი, პატივისცემის ღირსი, ყურადღების ღირსი, მაგრამ როგორც წესი, შენით ყოველთვის არიან უკმაყოფილო, ყველაფერი ყოველთვის შენი ბრალია და უბრალოდ აღარ იცი რა ნაბიჯი გადადგა. ასეთ ურთიერთობაში, რაც უფრო დიდხანს რჩები, მით უფრო მალე ნადგურდები ემოციურად და ბოლოს მიხვალ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარ თავს ვეღარც კი იცნობ, რადგან იმ პიროვნების აჩრდილად იქცევი, რომელიც ასეთი ურთიერთობის დასაწყისში იყავი. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან თვალთმაქცი ადამიანები, მატყუარები. ნებისმიერი რამ, რასაც ისინი აკეთებენ, არის უბრალოდ კარგად დადგმული შოუ, ანუ კარგად გამართული თამაში, სადაც ისინი, რა თქმა უნდა, მთავარი მონაწილეები არიან, შენ კი უბრალოდ მათთვის ხელსაყრელი პერსონაჟი ხარ. ის ადამიანი, ვის მეშვეობითაც თავიანთ ცხოვრებას ალამაზებენ. დეკორაცია ხარ უბრალოდ მათი ცხოვრების. ზუსტად იციან შენი სუსტი წერტილები და ისიც კარგად იციან, როგორ უნდა ისარგებლონ შენი ემოციურობით, გულისხმიერებით და სიკეთით. მათყუარა ადამიანთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც საკუთარ თავს შეიძლება რომ გაუკეთო. ასეთი ადამიანი მხოლოდ მის თავში კი არ გაეჭვებს, სხვებშიც, რადგან რაღაც პერიოდის შემდეგ ასეთი ურთიერთობიდან გგონია, რომ ყველა მათყუარაა და არავინ არ არის მართალი და ყველაზე ცუდი არის ის, რომ თავის მართლებაში იმდენად კარგად არიან დაოსტატებულები, რომ საკუთარ სიმართლეში გეპარება შემდეგ ეჭვი და შენი თვალით დანახულ რეალობას და შენივე განცდებს ეჭვის თვალით უყურებ, იქნებ მომელანდა. იქნებ სულაც არ იყო ესე. იქნებ ქონდა მიზეზი ასე რომ მოიქცე, იქნებ მე ვიყავი დამნაშავე. მოკლედ, მათყუარა ადამიანი არ არის ერთგული. მათყუარა ადამიანის ნდობა არ შეიძლება, მას შეიძლება გიღალატოს ისეთ მომენტში, როდესაც შეიძლება ყველაფერი დაინგრეს, რასაც ზოგჯერ წლების განმავლობაში აშენებდი. მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან მოღალატეები. ღალატი ძალიან ბევრი რამ არის. სხვათა შორის ტყუილიც ერთგვარი ღალატია, როდესაც ადამიანი გამიზნულად გატყუებს დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მოდი აქ ვისაუბროთ უკვე იმ ღალატზე, როდესაც ურთიერთობაში ეს იქნება მეგობრული თუ სასიყვარულო ჩნდება სხვა ადამიანი. აი ძალიან ხშირად, როდესაც ურთიერთობაში მესამე ადამიანი ჩნდება, ავიღოთ სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრული, ხო? ჩვენ გვგონია, რომ ის მესამე ადამიანი არის მტერი, მაგრამ რეალურად ის მესამე ადამიანი შეიძლება მსხვერპლი უფრო იყოს ვიდრე მტერი.
რადგან ვერასოდეს გაჩნდება ურთიერთობაში მესამე ადამიანი, თუ ორიდან ერთ-ერთმა მას ამის საშუალება არ მისცა. თუ ორი ადამიანი ერთმანეთით იმდენად არის დაინტერესებული, რომ ერთმანეთის გარდა სხვა არავინ არ სჭირდებათ, იქ მესამე ადამიანისთვის ადგილი არასოდეს იქნება, მაგრამ თუ ამ ორიდან ერთი ყოველთვის მაინც სხვისკენ იხედება, თუ ამ ორიდან ერთი სადღაც გულის სიღრმეში ატარებს ისეთ თვისებას, როგორიც არის ღალატი და ორგულობა, რა თქმა უნდა, ასეთ ურთიერთობაში აუცილებლად გაჩნდება ბზარი და ეს ბზარი გაჩნდება მესამე ადამიანით, მაგრამ უბედურება არის ის, რომ ყოველთვის გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს შენ ხარ ამაში დამნაშავე, შენ ვერ გამოიჩინე სათანადო ყურადღება, არ იყავი სათანადოდ მზრუნველი, არ იყავი სათანადოდ გამგები და ასე შემდეგ და შეიძლება დაგადანაშაულოს კიდეც ადამიანმა, რომ აი რომ გიღალატე შენი ბრალია, სხვა რომ მომეწონა შენი ბრალია. მაგრამ შენი ბრალი სინამდვილეში არაფერი არ არის. შენც შეგეძლო იგივენაირად მოქცეულიყავი, მაგრამ ვერ მოიქცევი ისე, როგორც არ გახასიათებს, ანუ თუ ღალატი შენი ბუნების თვისება არ არის, მოღალატე ვერასდროს ვერ იქნები, ამიტომ ის ვინც ღალატობს, ბუნებით არის მოღალატე და ვეთანხმები ამ გამოთქმას, რომ ერთხელ ვინც გიღალატებს, ის გიღალატებს ყოველთვის. ყოველთვის. ღალატია ფლირტი, როდესაც ადამიანი შენს პარალელურად სხვას ეფლირტავება, ღალატი არის ჩუმი მიმოწერები, უცებ წაშლილი ჩატები, რომ შენ არ დაინახო და ასე შემდეგ. მოკლედ, იქ, სადაც ვიღაცის გულში არსებობს ადგილი მესამესთვის, სინამდვილეში საერთოდ არ ცხოვრობს სიყვარული, ამიტომ უნდა იყო რეალისტი, როგორი მტკივნეული და რთულიც არ უნდა იყოს, ასეთი ადამიანი უნდა გაუშვა იმ გზაზე, რომელსაც ღირსეულად იმსახურებს. ბოლო კატეგორიას ეკუთვნიან უმადური და დაუნახავი ადამიანები. ადამიანები, რომელთაც თან რომც გადახვე, მაინც არიან უკმაყოფილოები და მაინც რაღაც უფრო მეტი სურთ. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რამდენი რამ გააკეთე, უბრალოდ არ აწყობთ ამის აღიარება, რადგან ეს რომ აღიარონ, თვითონაც მოუწევთ სანაცვლოდ რაღაცის გაკეთება, რაღაცის გაღება, რაღაც დათმობებზე წასვლა, მაგრამ ისინი მიჩვეულნი არიან, რომ დათმობებზე მხოლოდ შენ მიდიხარ ურთიერთობაში, მხოლოდ შენი ხარჯები და მათი შეცდომების გამოც პასუხს მხოლოდ და მხოლოდ შენ აგებ, ამიტომ რაც უფრო დიდხანს იმცირებ თავს, რაც უფრო დიდხანს ხარ თავმდაბალი ასეთ ადამიანებთან, რაც უფრო დიდხანს ხუჭავ თვალს, პატიობ და ისევ ეხმარები, ისევ პასუხობ მათ ზარებს, ისევ მათ გვერდით ხარ და ისევ ხარ აი ამ როლში, რომ ხარ კარგი ადამიანი, მით უფრო მეტად გიყენებენ, დაგცინიან და მით უფრო საშინლად გექცევიან ასეთი ადამიანები. იცით როგორ არის ადამიანი, რომელიც არაფასებს იმას, რაც მისთვის გააკეთე, რომელიც აბსოლუტურად გულგრილია შენი ტკივილის მიმართ, ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაბრუნდეს და მშვიდად ეძინოს, მიირთმევდეს საჭმოს მაშინ, როდესაც შენ ნერვიულობით საკუთარ თავს აღარ გავხარ, ესეთი ადამიანი ვერასოდეს მოგცემს იმ სიმშვიდეს, იმ სტაბილურობას და იმ ბედნიერებას, რომელზეც შენ ოცნებობდი. ასეთი ადამიანი შენი ადამიანი არ არის და დიდი ალბათობით ასეთ ადამიანს არც ემპათია აქვს და არც სიყვარულის უნარი. ამიტომ რაც უფრო მეტ დროს და რესურსებს ხარჯავ ასეთ პიროვნებაზე, უფრო და უფრო მეტად ანგრევ და აზარალებ საკუთარ თავს. დაიტოვე ეს რესურსები შენთვის, მოახმარე შენ თავს და ნახავ როგორ აყვავდება და გაბწყინდება შენი ცხოვრება. მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, გამიხარდება თუ კომენტარებში თქვენს მოსაზრებებს გამიზიარებთ. გემშვიდობებით, შემდეგ შეხვედრამდე გისურვებთ უბედნიერეს დღეებს.